YouTube-ს გაუმარჯოს. გაუმარჯოს. რაც კოტრაჟურში ვარ დღეს ზეპიტების სახეში ვერტყავს. ძალიან ცხელა ხო, უცებდად ჩამოთბა. ყველას მოგესალმებით და დღეს აი ესეთ თოფზე ვისაუბროთ. ისევ თუ ჩანს წარწერა არ ვიცი, ბენელიზე გავაგზელოთ კიდე საუბარი და ცოტა ხმაური სროლებით. რა მზად აღარ? სიგდა გატო. მოდი აბა დავიწყოთ მაშინ, აბა დავხსნათ და ვნახოთ რა არის. ბენელი, ლეგენდარული ბენელი. გახსენებდა. ბენელი პასიონი. Passion. ხوارჯობია შემოვატრიალოთ. წაღმა რო გამოჩნდეს კამერაზე მოიცა. მოიცახლოს მოწია, გადავიღოთ. სადაც წერია და აი. ბენელი პეშენი. პასიონი წერება ხო, მეგონი პეშენი ეგრე გამოითქმის. და ხო, ამ თოფს ახლა ერთი ცალი ჩოკი უყენია სამიანი, სამხაზიანი. ხო, კომპლექტში სულ მოყვა სამი ცალი, აი ეს საოცარია, მაგრამ ცილინდრი ხუთიანი არ მოყოლია, 4-იანი, სამიანი და ეს ერთიანი და ეს მე პატერმასტერია და კომპენჩოკია ისე ნაყიდი და ესენიც გამოვცადოთ. ანუ ეს არის ცილინდრი და ეს არის მკვეთრი შევიწროება, ამითიც წელს სამთოფმა ქედანზე ინადირა ძალიან კარგად. გისმენთ აბა? ბენელი პასიონი, ტრადიციული ინერციული სისტემაა, თანამედროვე. უკუცემის მოქმედების ამბარა კონდახშია მოთავსებული. ლულაზე დამატებით არაფერი მუხტად და რამე ისეთი არა გვაქვს, უბრალოდ არის ეს სკოლი, რომელიც სავაზნაზე მოწამოვასვათ და განსხვავება აქვს ამ მოდელის ის, რომ საკეტი სისტემა მოთავსებულია არა ზურგის მხარეს, აი აქ არ არის არაფერი. ჩაკეტის სისტემა არის ქვეშიდან. დავგვირდი, როგორ ჩაკეტოს? კბილს დავგვირდი როგორ მოვაზრით? ანუ ეს კბილი კეტავს აქ რა. ტრადიციულად სხვა ნახევრად ავტომატები და მათ შორის გაზოგადამტვენი სისტემის თოფებიც სოლისებურ საკეტი აი ამაში ჭრილი აქვს ხოლმე და აქ ხადის კბილი. იმის თქმა მინდა რა და ამ შემთხვევაში ეს კბილი არის ჩამოტანილი ქვევით და აი ეს არის კბილი უკეთ რა. ესეთი ჩამკეტი დაახლოებით აქ M155-ს და 13-ს თავზე რო ამოდის ეგ შიშკა. ой, მოგებულები. ეს აქ ატარილი იმათ ზევით, ამას პირველად ქვევით ჩამოტანილი. ვისაც აქვს M155 მიხვდება რაზეა საუბარი. M1-საც ფენომასაც ეგრე აქვს და უცხოურთობებიდან ფაბარმსაც ზევით და საკეტი აქვს და 612-საც ზევით და საკეტი აქვს. მაგრამ ქვევით რა. დაშლას რაც შეეხება აქედან იშლება სისტემა გაგზავნა გამჭორი. ეხლა დაიშლება, მოიცა გამოგიქცევა. ზელაკი. შემდეგ გამოგვაქვს აქედან ნემსა. თავისი ზამბარით. შემდეგ გამოგვაქვს საკეტი, სახელური და აი ეს მექანიზმი, არაფერი სიტუაციას არ წარმოადგენს ეს ვისაც ქონია დანაწმება ალბათ. ასე შეიძლება ეს მექანიზმი. და იქ ინერციული ზამბარი. ანუ ინერციული სისტემის გული. ეს ბრუნო ჩიოლანის მიგდება ეს სისტემა უბრალოდ ბრუნო ჩიოლანის სისტემა ორ ნაწილად ორი მოდიფიკაცია მიდის ხოლმე, ერთი არის ქვედა საკეტით, ამ შემთხვევაში როგორც არის ეს არის საკეტი, სკვილი. და მეორე შემთხვევაში ბრუნავი თავოგით არის ხოლმე შედის და როტრიალებს. აი ამ შემთხვევაში ბრუნავი თავოგიც აქვს და ქვედა საკეტიც აქვს. განსხვავებული მარტო მხოლოდ და მხოლოდ ეგ არის. დაწყობითაც იგივენერად იწყობა. ჩავსვამთ. არა, ჯერ ეს უყურე, ეს ისეთი კაი სისტემა ნემსი კეტავს ამას და აღარ ვარდება ეგ. ეს აღარ დავკარგოთ, ხო, მაგრამ ჯერ შევსვათ აქ და მე უნდა დაგვანახეთ ან. არის ჩაჯდება თათაკი. აი გაგეთება ნემსა გაიყრება თათაკის რიჭოში და იმის დაკარგვის შანსი უკვე მკლებია და ბოლოს კეთოთ ასეთი
სამჭოლი ღერძით ამას ყველაფერს. სისტემა ძალიან საიმედოა. აი ყველას გეუბნებოდი დავით უკსაკეთე ხო არის ეს რომელიც კეთავს ქვედა მხარეს შეხედე დაიკეტა. და დააკეთე თავს კიდე მიებჯინება და შეხედე? დი? აჰა. მიაწოდა კაც ეს სამორდა ზევითა. მეორე სისტემა ეს საკეტი ეს საკეტიც არა ზევითა საკეტი არა უბრალოდ აი ეს თავაკი შედის ლულის სახაზინოში და მე ნახევარ მოსაკეთებს ეგ 90 სეკუნდს. შეერდება და დატრიალდება ხოლმე ეს გადადის რა წკაპ. ორი ბრუნო შეულანის სისტემა უბრალოდ ჩაკეტის სისტემაში განსხვავება ერთი არის ქვედა საკეტით ერთი ან ბრუნო თავაკი. ამ შემთხვევაში გვაქვს ქვედა საკეტით. ეს განსხვავება ეს ერთი წუთით აი ეს ახლა ამ ჩაკეტ ხო ამ ჩაკეტის სისტემას ის უპირატესობა აქვს და ის ასე ვთქვათ განსხვავებულობა აქვს რომ ამ შემთხვევაში ლულა და ლულის კოლოფი ერთი ინტეგრირებული სხეულია, ანუ ცალ-ცალკე არა, ანუ ლულა ცალკე არ ამოდის, როგორც ნახევარ ავტომატში ვინახია მაგალითად, იგივე ბენელი რაფაელოში თუნდაც ან ბრედა ექოში, ან ბრედა ну იგივე სისტემებია, მაგრამ იქ ლულა ძრება და გეჯარშება ადგილზე, ამ შემთხვევაში ნახე ღია გრჩება. გეჯა და ლულის კოლოფი ამაზე ჯდება ანუ ეს ავსებს მე ამას აქამდე. ლულაზე ჯდება ლულასთან ერთად. აი წეგან ვამბობდი ეს ახლა რომ მოინდომოთ ამას ვერ ამოაზრობთ ან გადამტენის თათს. არა, ნემსაა გაყრილი. ნემსაა გაყრილი და ნემსი კეტავს. რამდენი მინახია რომ ბევრს შესაბამისად ეს არ ვეღარ დაიკარგება, ასე ადვილად არ იკარგება რა. ხო, თუ ნემსი არ გამოაზრე ეგ არ ხო, თუ არ ამოქმედებს ნემსი რომელსაც არ ეკეტება ნემსი ძალიან ბევრია რა, აბსოლუტური უმრავლესობა ალბათ მასეთი ტოპების და ძალიან ხშირად მინახია რომ ეს კარგად რო არ არის დაწკაპუნებული და ჩასული თავის ადგილას დაკარგულია. განსხვავება კიდე ის აქვს ამ მოდელს რომ დამცემ სასხლეტი მექანიზმი არის ინტეგრირებული ბეჯასთან, ანუ ამის ამოღება აქედან არ ხერხდება, ვერ ამოიღო და არც უნდა ამოიღო, არ არის საჭირო. ზევიდან წვდომა გააქვს და აქედან ირიცხება და სუფთავდება და ანუ ექსპლუატაცია შეიძლება მოუხსნელი დამცემ უსაიმიდან მოუხსნელად მოემსახუროთ, ანუ გავწვინდოთ, დავახაეროთ, დავზეთოთ და შევინახოთ ეს. ყველაფერი არა. ჩვეულებრივებზე აი ქონდა ის შპონკები რა და ორ წელს გააგდებინებ და გამოაზრებ. ანუ ორი აქ ან ერთი აქ ხოლმე და ამას ჩამოდის მე. აი ეს რა არის, რა შპონკაა ეს ერთი ცალი რო. ეს ამას იჭერს უკანა მხრიდან თვითონ სისტემაში, მაგრამ ეს ისეთი შპონკაა რომ არ ამას ვერ ამოიღებ. ორი დააკვირდი როგორი აქვს ნახევარ ჩახვეულია, ნახევარ მთლიანი შპონკა არ არის, ანუ დახვეული ის არ და ამას ამდენი დავარტყა, ამდენი იჭედება შეგინდობ, რომ ამას ვერ გამოიღებ. აქედან ამას ამოღება არ შეიძლება, წვალებად არ შეიძლება ამას ეკეთება რა. ну პროფესიონალი ხელოსანი გასწავლებული ვერებული ამას გამოიღებს, მაგრამ აი ეს ვაწვალო და ამას გამოღებით მე სისტემა დაშალო არ შეიძლება მაგ. ხო, აქ არის ზამ მცველის ღილაკი, სასხლეტის უკან არის მოთავსებული. დამტყმული ჩაკუჩია უკვე. და ერთი ნიუანსი რაც უნდა გაითვალისწინოთ, ტოფის აწყობის დროს უნდა იყოს ჩაკეცილი აუცილებლად. დამტყმული ჩაკუჩით ნეოდოს შემთხვევაში არ ეწყობა. სისტემას ვერ აღწევს. თვის თავისებურება ამ მოდელებს აქვს ის რომ ძალიან ვიწრო და ერგონომიული ტიპჟირი აქვს. ძალიან ვიწროა და ძალიან მოხერხებულია, ლამაზი ტიპჟირი აქვს რა. და სამეზანოს და ტოფი გამოირჩევა სიმსუბუქით. ძალიან მსუბუქი და კარგად დაბალანსებული მოდელი გამოუვიდათ ეს მოდელი. ეს არ არის ლუქს კლასის ტოფი, მაგრამ არც საშუალო კლასი არ არის. რადგან მაღალი კლასის ტოფებში შეიძლება რომ მოვიაზროთ, იმიტომ რომ საკმაოდ ღირებული კაკლის მასალის გამზადდება. ხშირად ეს კალაპოტი არ ხომე ან ტიტანი ან მსუბუქი შენადობი არ არის ხოლმე ხშირად რა. უჟანგავია უფრო და მსუბუქია და ძალიან კარგად დამუშავებული მანქანური გრავირებით. აქ დამღები რას მიანიშნებს იმას რომ იტალიაშია დამზადებული ტოფი გვაქვს 12 კალიბრის და უკაცრავად ესპანეთშია დამზადებული ტოფი და გვაქვს 12 კალიბრის. ზოგადად პასიონები მზადდება ისევე როგორც ბელმონტეები, ბენელილის და ბერეტაც მზადდება ესპანეთში. ეს მოდელები არის ბენელი და ბელმონტე არის შედარებით ბიუჯეტური ტოფებია და კეისის გარეშე და ჩოკური შევიწროების გარეშე იყიდება, ანუ ერთი ჩოკური შევიწროება მოყვება. შესაბამისად წარმოების გაიაფების მიზნით ესპანეთში გადაიტანეს წარმოება და
იქი წარმოება ესტოფები ევროპაში უფრო ადვილად რომ გავრცელდეს ასე ვთქვათ. უყურე, ეგ ყველაფერი კარგი, ყველაფერი სწორია რაცა თქვი, მაგრამ ერთი მომენტია. აი ეგ დეტალი ახლა ეგ ნახევარი რაც ხელში გიკავია. ეგ არის ესპანეთში დამზადებული და ლულას კიდე აწერია რომ იტალიაშია დამზადებული. არა, ორი ხდება დავით აწს აქვია დამზადებულია ესპანეთში, რას ნიშნავს ეს რომ ესპანეთში ყველაფერი ლულა და ყველაფერი კი აღიხდა. ანუ ლულები მიდის იტალიიდან, იქ აწყობენ ამას და მე აწყობა მიდის რა, კი არა. ანუ ლულების წარმოებას ესპანეთი არ აწარმოებს. აწარმოებს იტალია. მაგრამ საერთო ჯამში იარაღი სად არის ნაწარმოები, გითხრა საიდან გაიყიდა, არის ესპანეთი. ანუ ბოლო კონდიციაზე ესპანეთში მოვიდა რა, თორე ეს სულ ესპანეთში დამზადებული არ არის. ლულაზე ეწერება რომ არის იტალიური ტოპი. კი, აწერია. მაგრამ ეს მექანიზმი არის აწყობილი და ლულები მზალულები თავისი საკეთით, მარტო ლულა არა. აი ეს ჩამკეტის სისტემაც არის. რასაც ვადუყურებ რა. ეგ არის იტალიაში დამზადებული და მე რა ხო, ნუ ტრადიციულად ეს ჭირის შემზღუდავი მოყვა, ჩოკების გასაღები, ესეც ჩოკების გასაღებიც ეს ამოგვინა გამოხდა ყურადღება. ყველა მაღალი კლასის ტოპს მოყვება ესეთი კანჩი. ჩოკური შევეწროებს. ეს არის ლულაში დატოვებული ხრახნის გამოსუფთავებელი და მომწესრიგებელი, ან თუ მიიჭეჭა მოიჭეჭა ეს ასწორებს. თან ნაგარს და ნაჭუჭს აცლის, აი კბილი დატოვებული კბილი აქ ნახე და ეს თითქოს ფხიკავს შედაობას რა. ეს არის უკვე ზემოთ მხარე ჩოკის მოსახსნელი. აქედან მოხსენით, ამით ჩავატარეთ, გავასუფთავეთ. მე ბატონ დავით სააკ, ახლა რეკლამა არ გამომივიდეს, ისე არ გამომივიდეს. სპეციალური მაღალ ტემპერატურაზე მომუშავე სასხია, კონკრეტულად ჩოკური შევიწროებებზე სახმარია ეს სასხი რა. თეთრი ფერის არის უფერო, უსუნო, უშუალოდ ძალიან კარგად ხმარობ მე და ყველა ჩოკიანი ლულების მფლობელებს ურჩევდი რომ იხმარონ ეს სასხი ლულებში ჩოკების მოჭერის დროს. თლიანად უნდა გაიპოხოს თხლად და ჩაეჭიროს გამორიცხავს ჩოკის დაბინძურებას, შესაბამისად დაჟანგებას, ისევე ხრახნების წყობრიდან გამოსვლას აღარ ფუჭდება და ზოგადად ინახავს ჩოქსაც და ლულასაც და თან პლუს ამას კიდე არის ჟანგებაში და არაფერი და ადვილი მოსაშვები და დასაჭერი ხდება ხოლმე. ხშირად მქონია შემთხვევა რომ მოუტანიათ ტოფი და ჩამოცხვარია ხოლმე ჩოკური შევიწროებაში და საშინელი წვალება უნდა მე იმას რომ იქიდან ამოხრახნო და ამოიღო. აი ეს საცხი მე მგონი იტალიური წარმოების არის ხო? იტალიურია, კი, ეხლა აი გავაგრძელებ ირაკლიმ რო თქვა. ეს არის უფერო და უსუნო როგორც თქვა, საკმაოდ ისეთი მოზრდილი პატარა ის არის ხილა. მე მგონი ერთხელ ვიყოს კაცო მთელი ცხოვრება ეყოფა ეს. მთელი ცხოვრება ეყოფა ერთ კაცს თან ერთი კი არა 2-3 თოფზე. ეგ ჯერ კიდე დარჩენილი გვაქვს, გაყიდვაში კიდე გვაქვს. ხო და თუ ვინმე სურვილი ექნება, ეხლა აქ სურათსაც ჩავსო მაგ საცხის, აი აქ სადმე გამოჩნდება. და მიხვდება ხალხი რაზეა საუბარი. ნუ და შეიძლება და მეთქვა ამ ტოპთან დაკავშირებით. ხო, ძალიან კარგი მოსახმარია. ეს ტოპი ახლა მასე ბრაუნინგზე ვამბობ ხოლმე რომ წყალზე მცურავ ფრინველებზე უფრო აღათვლილი და ეგრეც არის ხოლმე წესი და კანონით, მაგრამ ეს კონკრეტული ტოპი უფრო უნივერსალურ ასპექტს მოიცავს ნადირობისა, შეიძლება შეგიძლიათ ინადიროთ როგორც წყალზე მცურავზე, ისე წერზე, კურდღელზე და ანუ თავისი ერგონომიკიდან და თავისი მსუბუქიდან გამომდინარე ნადირობის დიდ დიაპაზონს შეიცავს. ანუ შეგიძლიათ რომ ბევრ რამეზე ძალიან წარმატებით, ძალიან კომფორტულად და სიამოვნებით ინადიროთ რა. მე ძალიან მომწონს ეს მოდელი და გეტყვით ამასაც რომ ეს რამდენიმე მოდიფიკაციაში გამოდის და ამის შემდეგი მოდელი უფრო ნაკლებად მომწონს, ვიდრე ეს კონკრეტული დაკუთხული გედიანი მომენტი. არ ვიცი რატო, რავი, ძველებურისგან უფრო ნოსტალგია მაქვს თუ რავი რა არის, არ ვიცი. განჩას კი ხედავთ თქვენი რა. ახლა განსხვავებული პიჩი ბევრი არაფერი არა, პლასმასის პიჩი აქვს, მაგრამ ხშირად არ ხომ რეზინის პიჩით. შეიძლება სრული სამი შეგიძლიათ შეცვალოთ ეს ნებისმიერ დააყენოთ. და მოკლედ ნაკეთობა ძალიან დადებით ემოციას იწვევს ჩემში, ყოველთვის როცა ეს ტოფი მიჭირავს, ეს რამდენიმე ჩემ მეგობარს აქვს ეს ტოფი და ძალიან კმაყოფილები არიან, მინდა გითხრათ. ხომოდი ის თქვა ლურში შევიწროება რამდენია ნაჭახი ფაულები. სურლობას ვთქვათ. გაბურღულობა. ზედა წერება. ხო, ზედა წერება. მე კი ვერ ვხედავ ხო. მოდი ახლა ისიც ვილაპარაკოთ ლულაზე კონკრეტულად რა მოხდეს იტალიელებმა. იტალიელებმა გითხრას რომ 12 კალიბრი არის ეს ტოფი, წონაში არის კილო და 230 გრამიო.
ეგეც აწერია? კი, აუცილებლად. იტალიელები აწერენ ხოლმე იმაზე. ეგ მარტო ლულის ზონა, ხო? ლულის ზონა, კი. და ლულის გაბურღულობა გვაქვს 18 და 4 მმ ამ შემთხვევაში. სტანდარტი რა. აქ გვაქვს დამყარვა, შეუძლია ლულას გაისრულოს მკვრივი საფონტი, ფოლადის საფონტზე მოგსაუბარი, გამოშვების წელი დამღით და ასოებით მითითებული და ბენელი მადენ იტალია წარმოებულია იტალიაში. დაბალი სამიზნე თამასა აქვს, როგორც გეტყვით. იცი? ჩემი სიმპათია დაბალი სამიზნე თამასაც ყოველთვის მომწონდა. სიგანე თამასის და მაგნუმისრულებია. სიგანე 5 მმ იქნება, 8 არ არის. 5 მმ თუ უნდა გაზომე. რო გაქვს ზომე? არა, 8 არის. 8 არის რო? ზომე? კი, თვალით ვიცი. არ იქნება 8 ბიჭო. ამოიღე რა. ხო გაქვს პარამეტრიანი რო გაქვს ჯიბე. იმით ვერ გაზომავს. 8 არის ირაკლი 8. ჩემი მას MP27-ზე აქვს 8 და იგივეა რა. MP27 ლიტრში ვარ ახლა აი მოიცადე აი რა მოვიღებ ახლა. ახლა თუ დამჭირდა თითის მოღუნვა. არა, აი მე დავიკავებ და შენ ორი ხელით კი. ეგ არა, გადმოაბრუნე, ეგ ინჩებია. არა, ინჩებია, ეს რა არის? ეს ხო, ეგ არის ინჩები. 5 6 7-ია. 5 არ არის. 7-ია, 8, კაი. 5 6 7-ია რა, 7 მმ-ია ზმაუდა, ჰა. 8 არ არის. 7-ია ზუსტად. თუ ეს სწორია ეს. 5 არ არის, ვიწროა 5-იანი. 5-ზე განიერია. ხო, 5-ზე განიერია. აი და გადაიღე, მოდი დაემფოკუსირე 5 6 7. რა ვიცი გამოჩდება. სახში შტანგელით გავზომო კიდე და ციფრული შტანგელით და მაგით მორჩება ის. ხო, კინო, გადავიღე სურათს. დავას აზრი არ არის. აი გამორჯვა იმალა ფიოს 3 სანტიმეტრმა. ჩინურმა მეტრიანმა. ხო. სახში აი ჩავსვავ აქაც მაგ ფოტოს. ციფრულით გადავიღებ და მე რატომღაც მგონია რომ 8 უნდა იყოს. აი ნახე როგორ კარგად გადაშედე. ნო. აი. მიგინდა დაბლა ჩამოიტანოს საკეთე. ჩოკური შევიწროებები აქვს ეხლა. ახლა ზოგი მკითხავს რომ ზედასაკეთე ჯობია თუ გადასაკეთე და ეს ლეგიტიმური კითხვა იქნება. მე თუ მკითხავთ ჩაკეტვის კვანძი რაც უფრო ახლოა ლულის სახაზინო ნაწილთან, მით უფრო ასე ვთქვათ ჭიდრო იქნება ჩაკეტვა, რავი, როგორ ფიზიკაში, როგორ ვისწავლეთ ეგ. უკრინდან და ქვევიდან კეტავს ძალიანი წონაც მოქმედებს ჩაკეტვაზე და რა თქმა უნდა უკანა საკეტი უფრო მყარი იქნება ჩემი აზრით რა. უკანა ნუ ქვედა? ხო. ქვედა საკეტი. მაგრამ ეს უბრუნავით ავაგეთ იყოს კიდე რეალდებოდეს ეს იდეალური ვარიანტია რომ წინ პირდაპირ ჩაკეტოს სადაც კვანძია იქ იკეტებოდეს. მაგრამ ფაქტი ერთია რომ ეს ჩაკეტვის სისტემა ძალიან კარგად მუშაობს და პრობლემები არ ქონია არასდროს არ ქონია შეხება და არც არავის თქვია რომ ეს ქვედა ჩაკეტვა ხო. კარგია ვიდრე სადაჩაკეტვა. ორივე კარგად მუშაობს ეს. მოდი ახლა ავაწყოთ სოფები. ირაკლი ბოდიში სანამ აწყობ. ეგ წეგან ხო თქვი რომ სასწრელი ჩოკები აქვს და. აი რას დავაკვირდი, იცი აქ თავში აქ რაღაც გაგანიერებასავით. გიგონება გაბერილიაო და. როგორც რასტრობს აქვს ხოლმე, მაგრამ ეს გაბერილია ამ შემთხვევაში რომ შიდ ჩოკური შეუწრება უნდა ჩაჯდეს. ხო. მაგრამ მომენტი ოდნავ გაწეული რომ ეს კარგად მოთავს და შენით ჩოკური შეუწრება. ვიღაცას მოუზადებელმა რო გახედოს ისე იფიქრებს გავბერეო. ხარვეზი არ არის, ანუ ეს უნდა იყოს. ესე უნდა იყოს ყველა ვარიანტში. ეს ჯდოება ეს თოფი. ერთმანეთში. აქ უნდა დავამბინოთ. ქვედა თათაკი უნდა ჩაჯდეს იქ სადაც საჭიროა. აი ეს. ეს აი ესე. ისიც უნდა ჩამოეცვას ის ღარი. და ზოითაც უნდა დააჯდეს. ასე დაჯდება მოკლედ. მე და ხალხ თავისი ჭრილი ამ ლულასა და გეჯის. ჩააწვევით. ჩაჯდება და ძალიან კომფორტული ის არის, რასაც ყოფია. და ვინც მიჩვეულია სხვა სისტემას. ხო. განსაკუთრებული აქ ამ მოდელს კიდე ჩემ მეგობარო გამშვები ღილაკი. ხო, რა ხდება?
სელექტორის ღილაკი ამას არ აქვს ჩამოგდები. მაგრამ ეს ღილაკი ორ ფუნქციას ითავსებს. ერთი გამშვების ფუნქციას და მეორე ყურე დავაწვევ და ქვევით ჩამოქაჩა. ეს ფუნქციები აქვს რა. დანარჩენი დამატებითი ზედმეტი არაფერი არ აქვს, ერთი მშველის ღილაკს თუ არ ჩავთვლით რა. ეს რა თან ითავსებს, აი რო იტყვიან ზატვორნაე ზაძერშკა. ზაძერშკა კი ბატონო. ანუ ჩამკეტის დამაყოვნებლის გადმორწიე? არა, წინ მიწიე? ეს ჩამკეტის კი არა. როდესაც ეს ქვედა პოზიციაშია, ეს ჩამკეტი რამდენიც გადაწიე გადაგაუშვი, შეიძლება გაუშვებ, არ გაჩერდება, მიდის მოდის. წინ როგორც კი გადავიყვანთ, და გაჩერდება. და გაშვება თუ გვინდა, მე უნდა დავაწვეთ ამას. ღილაკი ხო დავაწვევი და წაიღებს წინ. წაიღებს წინ. აი ეს. არ შეგეშინდეთ, თუმცა ხშირად არის ხომ რომ ამას არ მიეჯახოსო, ნელ-ნელა მიუშვებენ, ხომ მეკეტრონ ეს არ არის წესი. აუცილებლად უნდა მიარტყოს სამარო, ჩაიკეტოს როგორც საჭირო ეს. სულფასოვანი ჩაკეტა რომ მოხდეს და მე ეგრეა. დავხანთ ახლა ბალანს რას გვიჩი. ვიხმაუროთ ახლა ცოტა ვისროლოთ, უცებ გეტყვით რა ვაფერებთ. რა? დულის სიგზე. მე მგონი 71-ია და კი 71-ია, როდესაც იყო ნაყიდი 71-ია, 710 მმ. გავზომოთ თუ გინდა აქ არა ვართ. როდანი მომწონს ეს მოდელი და ხო მაგითხარი გადახეში გიჭირებს. მოკიდე. აქ გავანულოთ 71. ხო არა? 710 მმ ლულის სიგრძე. რა შეეხება ხმაურზე, როგორ ვიხმაუროთ? აქ გვაქვს ქარხნული ვაზნები გვაქვს ამოღებული. 4 ნომერი, 7 ნომრები, თან შევადაროთ სხვადასხვა ჩოკები და განსაკუთრებით 7 ნომერზე მინდა კიდე 7 ნომერს ჩემი დატანილებიც რამოდენიმე ცალი შევადაროთ, რომ თან ვიტყვით რა სისტემით არის ეს ჩემი დატენილი. ეგ ახლა 0.5-იანია, მოდი იყოს, მაგით დავიწყოთ, რომ ის რა ჩოკი არ ვცვალოთ, სულ გავიაროთ ეგ რაც უნდა ვისროლოთ ქარხნულის და ჩემი დატენილის და მე შევცვალოთ დანარჩენები სხვა ჩოკები. სულ 5 ჩოკით უნდა გავისროლოთ, ესე იგი 3-იანი აყენია, 4-იანი, 1-იანი თავისი ქარხნული და ეს არის კომპენჩოკის ცილინდრი, ანუ იგივე სამ-სამი ვისროლოთ ხომ თითოეულიდან რა. ხო, კომპენჩოკის ცილინდრია და ეს არის პატერმასტერის რაღაც ძალიან მკვეთრი შევიწროებაა. პირველს ვისვრით 7 ნომერი არის, ეს არის გლავპატრონის ტყვია, მაღალი სიჩქარე 34 გრამიანი. გასული მაგიმითია. გერმეტიკი და ვერ გავიშვერებოდი სიხდით. ჭყები არ არის. ხო, ეს თქვა ისევ ტრადიციულად 35 მეტრზეა. აი ჩვენი სამიზნე არის. მთლიან იმაზე აღარ გადავაკარით ეკრანზე, ოდნავ იქნება ალბათ 80-70-ზე, რა სიგანი იქნება 70 და სიმაღლე 80. 35 მეტრზე მე მგონი სავსებით საკმარისია. ეს როლა? იღებს მიდი. ხო, იმიტომ რომ ეგ არის გლავპატრონის 34 გრამიანი 7 ნომერი, ვისოკая скорость, ეგრე აწერია, დიდი სიჩქარეო და ეს ჯერ კიდე იმდროინდელი გლავპატრონი არის ესენი, როდესაც იტალიური კომპონენტებით მზადდებოდა, მერე დაიწყეს ირბისზე და სოკოლზე ამის ტენა, რაც სანქციები გაერჯოთ. და ეს არის ნობელ სპორტზე მზადდებოდა და იყო იტალიური კომპონენტები. წავიდეთ ვნახოთ იქ რა მოხდა და მოვნიშნოთ მარკერით. ესე მოვნიშნეთ მოხვედრილი საფანტების რაოდენობა. ნახეთ ახლა მთელ ეკრანზე არა გვაქვს გაკრული. ცოტა ისა შიგნით არის შემოწეული. ეს იქნება ალბათ 70-80-ზე. და მართალი გითხრათ, ამ გლავპატრონის შედეგი მე საერთოდ არ მომეწონა. ეს იყო ქარხნული გლავპატრონი 7 ნომერი 34 გრამი პირველი გასროლა. კონი კონტეინერი ხო? არა, კონტეინერშია ეს. ეს როგორც მახსოვს, კონტეინერშია, კიდე გვაქვს და გვერდიდან ჩავხედავ. კონტეინერია, დამიშლია და კონტეინერი ზის. ხო და ახლა გაჩვენებთ, შევადარებთ ჩემ დატენილს ვისვრით 32-ს, 20-ს და დაჟე 26 გრამსაც. იგივე 0.5-იანიდან და
ნახავთ რომ გაცილებით ალბათ უკეთესი შედეგი ექნება. მე წინასწაროა რა შინაგანი გზნობით დარწმუნებული. ეხლა გავაკეთოთ მეორე გასროლა. ეს არის ჩემი დატენილი 7 ნომერი 32 გრამი კონტეინერში ესეც. ასეთი ღრმა ბორტი გავაკეთე. იმის გაიპის ანალოგი მატრიცა რომ ახლატუნის და ეს არის თუ არ ვცდები მაქსამის დენტზე. იგივე მანძილიდან 34 გრამიანს შევადაროთ. ხო, ის ჭრილი არ შეგვიცვლია ჭრილები. იგივე სამხაზიანია. ეს მეორე გასროლა. აბა. ხო, კონტეინერიც თითქმის სამიზნევდია მოსული. ესეც არის სხვათა შორის იგივე გლავპატრონის კონტეინერით ამაგ დატენილი, რაც იმაში იყო. ეხლა მოვნიშნავთ და მე მგონი ცოტა ქვევით მიგაქვს. ეს იყო მეორე გასროლა. ნომერი 7 32 გრამი ჩვენი დატენილი. ეს თითქოს ცოტა ქვევითა გაქვს ირაკლი წაღებული. მე მასე მეჩვენება. არ ჩვენება დაბლაუბრ დაჯგუფებულია, მაგრამ მე ჩვეულებრივად ესროლები მოგრა. ხო და გაფანტო სადაც მოხვედრილია კარგათა ცოტა ქვევითა აქვს წამოსული. ულოთ. ჰა? სამისულოთ, ხო? არა, უყურე, ეხლა მინდა რომ ეს ისევ ჩემი დატენილი, ეს არის 7 ნომერი 26 გრამია. ოპტურატორი და ქაღალდის კონტეინერში როზის ეს. 26 გრამი. და ნახოთ აბა ერთი ეს 35 მეტრზე როგორ გაშლას გააკეთებს. ესე იგი, მოიცა არ გაისროლო ჯერ ქარხნული ვისროლეთ 34, ჩემი დატენილი 32 და ეხლა მესამე იგივე ამ სამი ჭრილით ვისვრით იმას რა ქვია 26 გრამს. და მე შევცვლით ჩოკებს და იგივე ქარხნულ იმებს გავყვებით რა 34-იან გლავპატრონებს სულ პირველი რო ვისროლეთ. ახლა. ზოგსიგრამ შინატელებს რა მაგრამ უწევს. მეც ძალიან მაგრად მომეწონა. თან ნახეთ სად ჩამოაყირავა 26 გრამმა. თუმცა გმანაწილე ნახე. და ეხლა რო აღნიშნავთ ნახეთ უფრო უკეთესად არის მოტანილი. ეს იყო მესამე გასროლა. 0.5-იანი სამხაზიანი ჩოკით 7 ნომერი 26 გრამზე ჩვენი ქაღალდის კონტეინერში და ირაკლი მოერიდე მზის მხრიდან და არჩი ალბათ ჩანს ეხლა აღნიშნეთ მარკერით. ხო და ამაზე უფრო რამე შეცვალე დამიზნებაში თუ ისე დავმე. ჩვენი მე როგორც ვესვი ისე ვესვი მე სხვა არ ვიცი. ხო, ეს იყო იმ ცისფერი ოპტურატორი როა იმაზე, მაქსამის დენტზე დატენილი 26 გრამი შესაბამისი წონის დენტით, საფანტი დენტის წონა და ქაღალდის კონტეინერი. რა სიტყვი აბა? იდეალური შედეგია, თანაბარი შელა, საკმაოდ სწრაფი ვაზნაა და გასტროლითაც არ წარმოუდგენდა რაღაც სირთულეს და უყუცემა რაღაც ასწავლი და ესეთი არ იყო. ბილი ისეთი კრავნი უყუცემა. მეტყობა წონარო აქვს დაბალი მაგიტო. და რავი ნორმალური შელა ამ მანძილზე ყოველ შემთხვევაში. შე როგორც თქვი, სისწრაფე უფრო მეტი ექნება, ხო? მეტი აქ რა თქმა უნდა ჭურის ზონა ნაკლებია და სისწრაფე მეტი ექნება. თან 35 მეტრში ნახე რა გემრიელად გაშალა. თანაბრად. იქ ზევით კიდე აი ნახეთ. ყველაფერთვის ძალიან კარგი არის ეს თემა. ცილინდრი 000. ცილინდრი დავაყენეთ 5 ჭრილიანი კომპენჩოკის პორტირებული, ანუ ნახრეტებიანი იმის გაზაზბროსი. ნახრეტებიანი არის ჭრილებიანი. ჭრილებიანი, ხო. ამან იდეაში კონტეინერი უნდა დაამხურჯოს და ჩამტოვოს უკან. დაჯგუფებაც უნდა თანაბარი გააკეთოს, მაგრამ ახლა ნულებია შევიწროვება. ნახოთ რა შედეგი გვექნება. და მინდა ამ ჩემი 3 სრულიანი სერიიდან გამომდინარე თქვა ასეთი რაღაცა, რომ მე მძიმე ჭურობის მოყვარული არასოდეს არ ყოფილი ვარ, მე ვხედავთ ის არ მქონდა სუპერმაგნუმის ლულებით თოფებით და მაგნუმიც და ხლაც მაქვს. მაგრამ 26 გრამი საფანტი რა შედეგსაც აჩვენებს ახლა აი ამ მანძილზე სრულად დამაკმაყოფილებელია ისეთი ფრინველების შესაყვანად როგორც არ მოგეთოთ ამ მანძილზე იხვი ქედანი. უფრო დიდი ფრინველებისაც ახლა ბატი მაგალითად და ცხოველები რა თქმა უნდა უფრო მეტ დაჯგუფებას ვისურვებდი და უფრო სხვილ საფანს. მაგრამ აი საშუალო ზომის ფრინველებისთვის იდეალური
შედეგია, რასაც მე ვუყურებ რა. მათ შორის ქათამზეც ოღონდ ნულოვანი შევიწროებით. ახლა იმიტომ მაინტერესებს ეს ნულოვანი შევიწროება ამ მანძილზე თუ შენ დატანილი 26 გრამი გაქვს, უბრალოდ ნახო რა ფანტოს გააკეთებს რა. ანუ ქათამზე გამოსადეგი იქნება თუ არ იქნება. ქათამზე დადირობას როცა გულისხმობ ზაღლით დადირობას ისე მოფრენას დადირობას, იმიტომ რომ მაინც და მაინც განსხვავებული არ არის რა. იქ თუ ზაღლით დადირობისას თუ ხეები გიშლის ხელს და ბუჩქოვანი შეგიწევს როლა, ღამე მოფრენით დადირობისას სიგნალე გიშლის ხელს და ანუ მე ვისურვებდი რომ უფრო მჭიდროდ გაკეთებული ბადე იყოს რა, რომ ფრინველის გასვლის შედეგი ნაკლები იყოს უფრო რა. ქათამზე გინდა ისე 35 მეტრით ესროლ თუ ცილინდრი და ახლოს მიხვიდე? ცილინდრიდან მესვიდა ცოტა უფრო ახლოდან რა. 5-10 მეტრით. ხო, იმიტომ რომ ხო ხტები ავტომატს ნადირობის ხასიათიდან გამომდინარე, ცილინდრიდან ხშირად ქათამზე ნადირობის დროსაც შორმანძილებზე არ გვიწევს სულ აიშვიათად ხოლმე რა. თუ ძაღლი ნაბურს აკეთებს მით უმეტეს. კაი, მაშინ ახლა ესეთ რაღაცას გთავაზობ. პირველი რო ვესროლეთ გლავა პატრონის 34-იანი. ეხლა ამ ცილინდრით ვესროლოთ ისე 35 მეტრით. შევადავთ ის და ის ნასროლი. ხო, ისე 0.5-იანით და ამით. ხო, ვისაც უნდა გადაახოს და ნახავს. ჩვენც ხო გვაინტერესებს. ხო, და მეორე, ჩემი დატენილი 26 გრამი. იგივე ამ კომპენჩოკი ცილინდრით, 5 ჭრილით, ცოტა უფრო ახლოდან. მე შეიძლება. ქათმის ვარიანტი რო თქვი რა მაგითო. ხო, კი ბატონო. და შენ გაითვალისწინე რომ ეს არის 7 ნომერი. 7 ნომრებია და ქათამზე ახლა უფრო ალბათ 9 და 8 ნომრებს ხო. ახლა ეგ ნომრები არა მაქვს. ის მიხმარია პრინციპში, მაგრამ უფრო საფასფარო ხოლმე მე პირადად რა. კაი, ახლა ორი გასროლა კიდე გავაკეთეთ მაშინ. ესე იგი, ირაკლი სანამ გაისვრი, კიდევ ერთხელ ვამბობ, 35 მეტრიდან კომპენჩოკის ცილინდრით, 5 ჭრილით ვისვრით 34 გრამიან 7 ნომერს გლავპატრონის ქარხნულ ვაზნას. კონტეინერიც დავინახე სად დავარ და კარგათაც შეაყანყალა. კარგა შორს გაისროლა ისე რომ იცოდე ეგ. ხო. ექსტრადირებული ის რა ქვია, გასროლილი მასრა ძალიან შორს ამოაგდო. აი ჩააგდე იმ სეტკაში. აი სადაგდია ირაკლი კონტეინერი უყურე და რა ლამაზად არის. ნახე მიღეჭილ-მოღეჭილია სუაქაც, ამოკვეჭილი და ნახე რა გემრიელადაა გახსნილი, მოაბრუნე. კი ბატონო, რომდიოს. მოსახლეობა კომპაქტურს. ეს იყო მეოთხე გასროლის შედეგი კომპენჩოკის ცილინდრიდან პორტირებული ანუ ჭრილებიანი ჩოკიდან 7 ნომერი 34 გრამი ქარხნული გლავპატრონი. მანძილი იგივე. მანძილი იგივე 35 მეტრი და ეხლა აქ სადაც წარწერებია, მან არც ერთი მარცვალი არ არის მოხვედრილი და ნახეთ რა საშინელი სურათია. ჩემი ვარაუდით ეს გლავპატრონის ვაზნა ამ თოფს არ მოერგო. იმიტომ რომ იგივე მანძილით ეხლა ცოტა ახლოდან გვინდოდა 26 გრამის სროლა ცილინდრით, მაგრამ აი რო შეადაროთ თვალსაჩინოებისთვის რომ ნახოთ, გადავწყვიტეთ, ეხლა ერთი ცალი მაქვს 26 გრამიანი ქაღალდის კონტეინერში და იგივე 35 მანძილიდან ვესროლოთ, რომ უბრალოდ შესადარებლად. თორე უფრო ახლოდან ერთი 10 მეტრით რომ მოვიწიოთ, წინ შედეგი იქნება გაცილებით სასწაული ალბათ. აი ეს ერთი კიდე მაქვს მაქსამის დენზე დატენილი, ჩემი დატენილი 7 ნომერი 26 გრამი და რადგან წინა საშინელი შედეგი ქონდა ქარხნულ გლავპატრონს 35 მეტრიდან ახლოს აღარ მივიწევთ იგივე კომპენჩოკით ვდრუზავთ 26 გრამი კომპაქტჩოკი ნომერი 7 ხო? 7-26 26 გრამი ძალიან რბილი გასროლაა. სუბუქია ჭურვი და იმიტომ. ძალიან რბილი გასროლა. მეხუთე გასროლა კომპენჩოკის ცილინდრით 7 ნომერი 26 გრამი ჩვენი დატენილი. როგორც ვარაუდობდით, ქარხნულ უფრო მძიმე გლავპატრონთან შედარებით გაცილებით უკეთესი შედეგი აქვს. თან იგივე მანძილიდან ვისროლეთ. იგივე ცილინდრით და უფრო ცოტა. 8 გრამით ნაკლები იყო, ჯუის 34 იყო და ეს რო ჩვენ 25 მეტრიდან აი საკათმე მანძილი რასაც ქვია და ის გვესროლა, წარმოიდგინე ერთი ორმაგი ის იქნებოდა კიდე ალბათ რა მოტანა. მიუხედავად იმისა, რომ სიმეჩხერის ზევით უფრო მეტია ვიდრე ქვევით,
ცენტრს ქვევით უფრო მეტი საფონტებია მოხვედრილი. რაოდენობრივად ვიძახე რამდენიმე ცალით. საერთო ჯამში წინა საჯობა. ხო, იმას აჯობა ყველა ვარიანტში. იმან ძალიან გამაჩხერება. აქაც აი სადაც წარწერა, მან არც ერთი არაა მოხვედრილი და იმიტომ მაინც ჩავწერე. არის ზევით მოხვედრილი საფონტები, ხო. კი, კაცო, როგორ ნახე. მაგრამ ცილინდრის უსახლეს დამეტანი მანძილია რა, მე ასე ვთვლი ყოველ შემთხვევაში. კიდე მეტად ვარაუდობდი გაშლას. ხო, აი ასე დაჭი ცილინდრია ახლა ფაქტობრივად ის რა და ამ მანძილზე ცილინდრი ცოტა ნაკლებად ვესვრი ხოლმე მე პირადად. ცილინდრი უფრო 25 მეტრიდან 25 მეტრიდან მოხდება. ხო და ეხლა იმან რომ თავისი თავი გამოასწოროს იმან. ვესროლ 25 მეტრიდან. არა. ისა ნოქვია პატერმასტერის ისა გვაქვს სრული შევიწროება და 34 გრამით ხო თავისი თავი გაიმართლოს. ჯოვი და პატერმასტერი დამასწრო. ხო 7 ნომერი ქარხნული ლოპატრონი. ჰა? პატერმასტერის სრული ჩოკი, ანუ 18 და 4-ია. აი ლულის გაბორღულობა. ეს თუ სრული ჩოკია, მაშინ 17 და 4 უნდა უსახლა ამაში და დიამეტრი. წესით 1 მმ შევიწროება და აქ ორიგად განლაგებული ექსცენტრული ხვრელები, პორტები. პორტები ასე ვთქვათ, ხვრელები, პორტები. ასეთი ეს არის ამერიკული წარმოების უკვე. ისიც ამერიკული იყო კომპენჩოკი, მაგრამ ეს პატერმასტერიც ამერიკულია. და ამითაც ახლა გავისვრით აი იგივე გლავპატრონის წინებზე რომ ვერ მოვარგეთ, იქნებ ამ ჩოკით ივარგოს. თუ არა გლავპატრონს დაუწევს ურია. ხო, თუ ამითიც არ ივარგა, მე მაგ ვაზნას აღარ ვიყიდი. ნუ შეიძლება ამ თოფს არ მოერგოს და სხვა თოფს ხო. მიიღოს უფრო სხვა გაბორღულობით. ჩემატანეოზე მოერგოს. კარგად წააქცია, ბიჭო, მე მგონი მაგრათა აციოკა. უცემაც კარგი. ეხლა ცოტა გავხალისდეთ და აგერ რო ვესროდი, წადიყო და სადარა კურდღელის გამოუხდა ირაკლის და არის ბაქს ბანი. ხო და ეხლა ეს გვაქვს ფენას იქიდან და ვნახოთ ერთი. მიდარჩება. ხო და აგერ გვაქვს აზოტი ენერგი ქარხნული 4 ნომერი. 32 გრამი არის ეს. თუ გამოჯობოსებული ვერსია. ხო, ამაშიც ჯერ კიდევ ის იყო ნობელ სპორტის დენსზე და იტალიურ კომპონენტებზე. ეხლა სულ ირბისზე და რაღაცა ნეხდენთებზე გამოდის. თავი ხო ჩავუხვიე. თავი ჩაუხვი ნახე როგორ არის. ავიყვანე იმასავით არის, რა ქვია, ნაპოლეონის ტორტივით. ხო და 35 მეტრიდან იგივე პატერმასტერით მოკლავს ირაკლი. როგორ არის, სანამ კურდღელს ესვრი ბანად მაიტა მაჩვენდი როგორ დახედავს და. მე მესროლე. ხო, ნუ ის არ მომეწონა მოხეული თავები და ჩავაღრმავე ცოტა ეს ბორტი მაჩვენე. ეს ვერ გავიცილე ხელიდან ეს. გერმეტიკი და მე ბოდის გიხდით ხალხო რა. ანკანას რაღაცები შეედო და დაუგერმეტიკი და ხელიდან ვერ მოვიცილე. ხო და აი 7 ნომრები რომ მოურჩით, მერე გამოუხდა ირაკლის აგერ კურდღელი და ეხლა ჰოპა, სრული ჩოკიდა. აი არის კურდღელი ჩვენი. ბიჭო, მე მგონი მართლა მოკალი შენ ეს კურდღელი. არა ბიჭო, მაგას ვაპატიე. აი ესე დროში ჩააგდო ირაკლი კურდღელი. 4 ნომერი. ორი გაუხრდა. თათი გაუხრდა. მე ბეწვი მოაგლიჯა ის წვერზე. მუცელში 1 2 3 4 ბაკალში 5 კუდი გაუხრიდე. ყურები კარგათაა ლამაზად შეუძლია საყურე შეიკიდოს და ერთი მე მგონი საპირსინგი ადგილიც გაუხია სადღაც. ფეხები დაუზიანა. ყველაფერი სად იყო და სად არა, კურდღელი მოინადირა ირაკლიმ. ცილას პატარა ხო არ არის კურდღელი კაცო, კურდღელი. ეს იყო აზოტი ენერგიის ვაზნით, ქარხნულით და თქვენ არიცით, ზუსტად ასეთივე კურდღელი მოინადირა ცოტა ხანში კიდე უკვე ჩემი დატენილი 4 ნომრით. ხო და ეხლა მაგ კადრსაც გაჩვენებთ. და დღევანდელი კონცერტის ბოლო აკორდი. იმ კურდღლის ძმა, ტყუპის ცალი 4 ნომერი 32 გრამი ჩვენი დატენილია ეს ქაღალდის კონტეინერზე. გრამაჟი? 32 გრამია იმ აზოტი ენერგიისნაირად ზუსტად. მე ვიმაქ რომ ამას უკეთესად მიიტანს კიდე. მოიცა არ გაისროლო. ატაკე. მოიცადე. ჩამოვხდო? ჩვენები არიან რომ აფრინავენ. წესაკეთებს.
დაგვინახეს და მოდიან აქ. კურდღლის სუნი ეცათ. თერთმეტი ხუთი კურდღელს. დამოიდგინე, ეს კურდღელზე პატარა ბევრად ნახატი. ეგ ფორმატი არის 3A. ერთი ქვევით კიდე იქ სტეპლერის დირკი იმასთან. კურდღელს რამდენი აქვს? 11. აი შუათი ჩიც მოხდა. 2 3 4 5 6 7 8 9 10 11. და აქეთ იდაყრეთ 12 ქვევით. ხო. რა გინდა ახლა ახლას. დოთოს დოქტორ. კარგი იყო. ესეც ასე დღევანდელი აურზაური ხმაურით მოვრჩით. ხო და რაღაცები მოვყევით, ესეც ჩვენი ფეშენი. ბენელი ფეშენ, ანუ სიტყვა სიტყვით, ახლა ტრანსლეიტით რო გადაცემა, ფეშენ ნიშნავს ვნებას. როგორც ჩვენი ძმა და მეგობარი ქრისტეფორემ გალობლიშვილი იყო და ვნებათა ღელვის პლუს მინუსია. ხო და რა ვიცი, აბა შენ შტაბეჭდილება როგორი გაქვს ამ ტოპზე კიდევ ერთხელ და დადებითი და კიდევ ერთხელ დადებითი. ერთი ეგ არის რომ ვაზნების მორგება ჭირდება, რო გვეგონა რომ ისევე როგორც ყველა გლუვიან სანადირო ტოპს. რახან ქარხნულია და მაინც და მაინც შეიძლება ახლა გლავპატრონი არ მოერგო, ან ზუბერმა უკეთესად ისროლოს, ან სტერლინგი უბრალოდ ეგეთი თემა გქონდა დღეს რა. გქონდა კიდე პირველი ნომრებიც ისიც, მაგრამ ირაკლის დაურეკეს ახლა და ცოტა შეკვეცილ ფორმებში გვიწევს სამი გადაღება. დღევანდელი დღეს თორე ერთი კიდე სხვა გადაღებაზე მივდივართ და ხო, ახლა ეგ მაღაზიაში აქვს გადაღება და მაგაგრძელოს. ეს იყო რა, აბა დროებით. დღეს უკვე უყურე 16 რიცხვია, აბა თუ იცი ეს რას ნიშნავს, 16 მარტია. 16 მარტია, ნიშნავს რომ სადღაც 28 მარტს ჩემი დაბადების დღე იქნება. ეგ ერთი და რაც ყველაზე მთავარია, სეზონის გახსნის დღეებს მოაკლდა 16 დღე. ეგ კი. მომავალი სეზონის დღე ცოტა არ არის მაგრამ. ხო რა, ხუმრობაში ორი კვირა გავიდა, ნახევარი თვე. თუ რეჟიმში ვართ არა? ხო, პირველივე დღიდან. რა ვქნათ. კიდე გვექნება ალბათ რამე საინტერესო მოდელები, მე ვთვლი რომ საინტერესო მოდელი იყო ეს ფეშენი. რა სწორად ვამბობ ფეშენ, ალბათ სწორად ვამბობ. ფეშენი არა, ფეშენ. პასიონს ეძახიან ხო პასიონ, პასიონ. მაგრამ ის არის კიდე ის მინდო და მithქვი გამოჟღერებინა რომ ეს ბენელი პასიონ არის უფრო მაღალი კლასის მოდიფიკაცია. თუ იმეს გაქვთ ბერეტა ბელმონტე ან ბენელი ბელმონტე, იმ ტოპების ის ტოპები არის ამ ტოპის ამ მოდელის ზოგადად გაბიუჯეტურებული ვერსია, გაიაფებული ვერსია. გაიაფებული არ ნიშნავს დაბალ ხარისხს, უბრალოდ იმ მოდელებში უფრო დაბა ნაკლები ფასეული ნედლეულია გამოყენებული რა, თორე ხარისხით რჩება ხარისხი ბენელის ხარისხია რა. მე დიდი ეჭვი მაქვს რომ ამას ეს ორი ჩოკი დაკარგული აქვს ახლა და ალბათ არ ამგონია რომ სამი ჩოკი მოყოლოდა. ზუსტად იმ ტოპებს კიდე გითხრა ბენელი და ბერეტა ბელმონტებს მარტო ერთი ჩოკი მოყვებათ ნახევარჩუქური შევიწროებით ხუთიანი. ხო, ეს იმიტომ რომ ამით ეს არ მოყვება და არაფერი არ მოყვება. ეს ერთი 4-5 წლის ნაყიდია ეს ტოპი. ხო და სეზონზე საშუალო წავჭი რამდენივე ანგარიშოთ, კაცი გამოწია 500 გასროლა რა, 2-3000 გასროლა ალბათ ექნება რა ამას. არაფერი არ არის. ხო. მოვჭით ახლა და აბა რა ვქნათ ახლა წავედით რა დავიშალეთ. დროებით. არხი კიდე შეეცადეთ გამოიწეროთ და კომენტარებს რო დაგვიწერთ, ეცადეთ რომ მინიმუმ 5 სიტყვა მაინც იყოს კომენტარებში, სმაილიკების გარდა. ხო და თუ ჩემ არხსაც ვიღაცა ლაიქებს ან გამომწერი შეემატება. ვიდეოს ბოლოს კიდე ირაკლის არხის ჩანართს გავაკეთებ.
ხო და გამოვაცოცხლოთ და ავამოქმედოთ ირაკლის არხით, სადღაც 450 გამომწერი ვიყავს, ვიდეოებიც დევს და ცოდვა არხი, რატო უნდა გაუქმდეს ამ რატო. პასიურ მდგომარეობაში რატო უნდა იყოს, ახლა ჩავდებ ამ ვიდეოსაც და მაგასაც ნახავთ. ეს არის ირაკლის YouTube არხი. ზეღარ ვამბობდით, მოძებნეთ, გადმოდით, გამოიწერეთ და გამოვაცოცხლოთ ეს არხი და სადღაც 431 გამომწერია, 55 ვიდეო უდევს ირაკლის. ხო და ახლის გაკეთებას ჯობია ისევ ეს ძველი აღვადგინოთ, გამოვაცოცხლოთ, რომ იარსებობს ამ არხმა განვითარდეს და გამომწერებიც დაემატოს. და ეს თქვენი ლაიკები, ეს არხი გამოგვშავდება ძალიან მალე ველოდები რაღაცებს და ეს თქვენი კომენტარი, თქვენი ლაიკი ხელს უწყობს, რომ ვიდეო YouTube-ის სივრცეში როგორც რეკომენდირებული ვიდეო ისე გავრცელდეს და უფრო მეტი ხალხი შემოიკრიბოს თავის გარშემო. აბა დროებით კარგად იყავით. დროებით